საპროტესტო აქცია თეატრალურ უნივერსიტეტთან სასწავლო დაწესებულებასთან მსახიობები, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები და თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ყოფილი სტუდენტები შეიკრიბნენ. მათ ჩხეიძის სახელოსნოს დახურვა გააპროტესტეს, ისინი გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ. მათი თქმით, სახელოსნოს ლიკვიდაცია არ ნიშნავს იდეის ლიკვიდაციას და გაჩერებას არ აპირებენ. აქციის მონაწილეებმა თეატრალური უნივერსიტეტიდან მსვლელობით კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. ისინი შეუერთდებიან დავით დოიაშვილის მხარდასაჭერ აქციას, სადაც შეკრებილები ვასო აბაშიძის თეატრიდან დოიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ. საპროტესტო აქცია კულტურის სამინისტროსთან ამ წუთებში იწყება. დახურეს ასეთი მნიშვნელოვანი სივრცე ისე, რომ არც კი იფიქრეს დასაქმებული ადამიანების და მიმდინარე სტუდენტების ბედზე. დახურეს მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთმანეთის დანახვა. როცა წელიწადნახევრიანი შრომის შემდეგ უნდა გამოვჩენილიყავით და გვეჩვენებინა, რაც გავაკეთეთ. როცა ყველაზე ხმამაღლა გვინდოდა გველაპარაკა. როცა ამისთვის ყველაფერი მზად იყო. რეალურად ყველამ ვიცით ამ აქტის მიზეზი, რომ იგი სადამსჯელო ღონისძიებაა, რომ მას აქვს პოლიტიკური მიზანი, თუმცა არაოფიციალურ მიზეზად სახელდება, რომ თითქოს ამ დროის მანძილზე არც ერთი პიესა არ დაწერილა. ამ ტყუილთან საპასუხოდ გეტყვით, რომ ძალიან მალე წაიკითხავთ ჩვენს არც ერთ პიესას და ნახავთ, რას ვაკეთებდით ამ დროის განმავლობაში. ჩვენ ვართ სოლიდარულები თემურ ჩხეიძის სახელოსნოს მიმართ, ჩვენ ვართ სოლიდარულები იმ დრამატურგების მიმართ, რომლებსაც არავინ არ კითხა კმაყოფილები იყვნენ თუ არა ამ სკოლით. მოწონდათ თუ არა აქ მუშაობა და სწავლა. ისე დახურეს ეს სივრცე, რომ არც მიეცათ საშუალება თავისი პოზიცია დაეფიქსირებინათ. ასევე 24-მა თანამშრომელმა დაკარგა თავისი სამსახური ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.